Welcome to the TAF 26 5th edition already. And as you see, we are even a little bigger. We have more galleries, we have more exhibitions. You will discover more young artists in the Hive. Come more and more what we wanted from the beginning is to be a regional platform, because there's not much happening in such a big events in the region. Right? And our mission is still to give visibility to the Georgian art scene, to make it international, to make it more professional, accessible. I think this is the most important event in contemporary art in Georgia and in the region. Anyone who wants to understand what's going on in Georgia, art scene, comes now and he has a very, very good understanding. თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის არსებობის განმავლობაში უკვე მეხუთე ვატარებთ ამ პროექტს. Შეგვიძლია ვთქვათ, რომ მის გარშემო მთლიანად ერთიანდება სახელოვნებო სივრცე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, უკვე და მნიშვნელოვანი პლატფორმა ჩვენი ხელოვანთათვის, ასევე რა თქმა უნდა ხელოვნების მოყვარულთათვის. Paralelურად, რა თქმა უნდა, ფონდების გააქტიურებად სახელოვნებო მიმართულებით დაეთყო ამ პროცესებს და სახელოვნებო რუკაზე ჩვენს რეგიონში თბილისი დატანილი არის ამ ღონისძიებით. TAF-ის პარალელური პროგრამა საკმაოდ კომპლექსური არის. ვცდილობთ, რომ ის მოიცავდეს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, როგორც საგანმანათლებლოს და ვთქვათ პროფესიონალებისთვის მნიშვნელოვან დისკუსიების სექციას, რასაც TAF Talks ვეძახით. წელს მაგალითად ის დაეთმო კოლექციონირებას მის მნიშვნელობას ხელოვნების ბაზრის განვითარებაში, კერძო კოლექციონერების თუ ინსტიტუციების როლს იმ პირობებში, როდესაც პრინციპში არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც თანამედროვე ხელოვნებით არის დაინტერესებული და თქვათ გარკვეულ კოლექციას ქმნის, მაინც მეტწილად ეს მიმართულება კერძო კოლექციონირების და ფონდების ბედათ არის ამ წუთას და ამიტომ ჩვენ სწორედ ამ თემას მივუძღვენით წლევანდელი შეხვედრების სერია. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს კოლექცია იყოს ხელმისაწვდომი. სამასამდე ნამუშევარ ავაბრუნეთ უცხოეთიდან. განის ნამდვილად დიდ ზეგავლენას ახდენს და ცვლის ხელოვნების ბაზრის ფორმირებაში დიდ როლს იკავებს. So you will see that this year we have more foundation. Some foundations have helped us, which was not the case before. So we are starting a cooperation, and these foundations are important because they are buying a lot of artists. We always work with you guys at Inati. You always supported the fair. You've been there from the beginning. გალერეა 4710 წლევანდელ თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე წარმოადგენს ქართველი ხელოვნების ჯგუფურ გამოფენას. ჩვენ სტენდზე წარმოდგენილია თამარ ნადირაძის, მერაბ გუგუნაშვილის, ანა შონიას, დავით ნაციძის და თეზი გაბუნიას ნამუშევრები. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად გალერეებისთვის ერთ-ერთი წარმატების ინდიკატორი და ნიშანი არის, როცა მათი შრომა ისეფასდება, რომ რაღაც სხვადასხვა ფონდებში და მნიშვნელოვან ინსტიტუციონალურ კოლექციებში ხდება. ასეთი ერთ-ერთი მაგალითი საქართველოს შემთხვევაში რა თქმა უნდა არის ათინათი და ჩვენთვის ეს იყო და ყოველთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ჩვენი ხელოვანები ძალიან ხშირად ხდებიან ხოლმე ათინათის კოლექციაში. შეიძლება ეს ერთი შეხედვით ჩანდეს, რომ საკმაოდ ლამაზი სცენაა ვიზუალურად, თუმცა ნამუშევარი რაღაცნაირად არ ვიცი, რაღაც სიმბოლური ობიექტია. იმ მდგომარეობის, რაშიც ვფიქრობ, რომ დღეს ადამიანები ძალიან დიდი დოზით ვართ მოხვედრილები. ეს რაღაცა ჭაობში როგორც სიმბოლურ მასაში ჩაფრული პიროვნებები, რომლებსაც ალბათ ვფიქრობ, მხოლოდ რაღაცა ესეთი ნათელი, თავისუფალი იდეები ამოიყვანენ ამ შემთხვევაში რაღაცა ესეთი გამჭვირვალე ჩიტების სახით. ცოტა წარმოუდგენლად კი ჟღერდა მაშინ მე ჩემთვის სულ ესე იყო ხედვა, ანუ ამ სფეროში რომ დავიწყე საქმიანობა, თბილისი უნდა ყოფილიყო რეგიონის ცენტრი ხელოვნებაში და სიამოვნებაში ეგრეც არის. ოღონდ ეს ან რის ხარჯზე, ანუ ეგ არის მნიშვნელოვანი და არის ხარჯზე რეალურად შემოქმედებითობის. ქატრები არიან გალერისტები თუ მე უკვე ადამიანები ვინც ამაში ჩართვებიან და
აი მართლა კერძო ინიციატივები, კერძო ადამიანების мотиваცია, იქიდან გამომდინარეობს, რომ მართლა ხედავენ ამ პოტენციალს სინამდვილეში. მიუხედავად იმისა, რომ თქვა არ არის ინსტიტუციონალური საფორტი, არ არის სახელმწიფო მხარდაჭერა, მიუხედავად მაგისა, თბილისი მაინც საბოლოო ჯამში მაინც სულ იყო რეგიონის ცენტრი შემოქმედებითობაში და ხელოვნებაში და რა თქმა უნდა, თბილისის ხელოვნების ბაზრობის ნაირი ღონისძიებები ამას ძალიან ეხმარება. რა თქმა უნდა, წელსაც მონაწილეობთ ჯგუფური გამოფენა გვაქვს ბესო უზნაძე, ლაშა კინწურაშვილი, ნინა კინწურაშვილი, თამო ჯუღელი, ნატო სირბილაძე, ზაური მათიკაშვილი, დავით აფაქიძე, ქეთი კაპანაძე, ნიკა ქუთათელაძე, ხალი ნამუშევარი გვაქვს მაია ნავერიანის ასევე. ჩვენ ყოველ წერტს წარმოვადგენთ სხვადასხვა მხატვრებს, სხვადასხვა კონცეფციით. რაც შეეხება წლევანდელ გამოფენას, აქ არის 3 ავტორი წარმოდგენილი, ეს გახლავთ ავთო ვარაზი, მაგაწეწილი ქალი, გვერდით არის ფოტო, რომელიც გადაღებულია 71 წელს ავთო ვარაზის სახელოსნოში, ანრი კარტიე ბრესონის მიერ და ფონზე ჩანს კიდევაც აქ, რომ ეს არის აი სწორედ ამ ნამუშევრის ფონზე გადაღებული. შემდეგი ავტორი გახლავთ ვატი დავითაშვილი. ეს არ გახლავთ ნონკონფორმისტი მხატვარი თელავერი და ძალიან საინტერესო და არაორდინალური ადამიანი იყო. ეს იყო სრულიად მოვლენა ქართულ ხელოვნებაში. გალერეა ვერნისაჟი დაარსებიდან 1996 წლიდან მუშაობს ავტორზე. შემდეგი გახლავთ სერგო ფარაჯანოვი. ეს გახლავთ ფოტო სერგო ფარაჯანოვი და ვატი დავითაშვილი. ეს გახლავთ გალაქტიონის ლექსის ფრაზა, მე ვხედავ სიზმრებს არათქვენებურს. ჩვენ გადაწყვეტეთ, რომ ამ ტაფზე წარმოდგენილ 3 ავტორს სათაურად გამოგვეტანოთ, ისინი ხედავდნენ სიზმრებს არათქვენებურს. ვატის ნამუშევრებმა გადაინაცვლა ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუციონალურ კოლექციაში, როგორიც გახლავთ ათინათი, რომლის მხარდაჭერა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთლიანად ქართული ხელოვნებისთვის და ქართული სახელოვნებო ბაზრისთვის, რომელიც წვეთს უამრავ რაღაცას, აი ვინ გიჭერს მხარს, როგორ გიჭერს მხარს, სადმილის ეს ნამუშევრები, ვერც ვინატრედი, ვერც მე და ვერც ალბათ ოჯახის წევრი იმას, რომ ეს მთლიანად ერთ კოლექციაში და ათინათის კოლექციაში მოხვედრილი იყო. ათინათი თბილისის სახელოვნებო ბაზრობის ყველაზე მსხვილი კოლექციონერი ინსტიტუცია და მედია მხარდამჭერია. ათინათი არაკომერციული საქველმოქმედო ფონდია, რომელიც შეიქმნა საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით. ფონდი საქმიანობს როგორც საგანმანათლებლო მედია პლატფორმის ათინათი.com, ასევე კულტურის ცენტრის მიმართულებით. ათინათის კერძო კოლექცია წარმოადგენს ინსტიტუციონალურ კოლექციას, რომელიც აერთიანებს 2500-ზე მეტ სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებს. ათინათის კოლექცია სრულფასოვან სურათს იძლევა ქართული ხელოვნების განვითარების უწყვეტ ხაზზე, საქართველოში დაზგური მხატვრობის წარმოშობიდან თანამედროვე ხელოვნების ჩათვლით. ფონდის ერთ-ერთი მიზანია თანამედროვე კულტურული პროცესების ხელშეწყობა, არტ-სცენის მხარდაჭერა და მისი განვითარება. ათინათი ყოველწლიურად მონაწილეობს თბილისის სახელოვნებო ბაზრობაში და ყიდულობს ნამუშევრებს, რომელსაც შევუერთდით თბილისის სახელოვნებო ბაზრობას და შევიძინეთ ბევრი ნამუშევარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის აქ წარმოდგენილი გალერეებისა თუ მხატვრების мотиваციისთვის და ასევე ხელს უწყობს თანამედროვე სახელოვნებო ბაზრობის განვითარებას. წელს ჩვენი გალერეა წარმოადგენს 2 მხატვარს, ეს გახლავთ კაკო თოფურია და რა თქმა უნდა რიტა ხაჩატურიანი, რომელსაც მეხუთედ წარმოადგენთ თბილისი art fair-ზე. დავით კაკაბაძის ფონდი არ არის კომერციული ორგანიზაცია. ამჯერად ამირ კაკაბაძის შემოქმედებას წარადგენს. ჩვენ გვინდოდა ჩვენება იმ მნიშვნელოვანი ნამუშევრების, რითიც შეიძლება რომ მისი შემოქმედება გამოვყოთ. ძალიან მინიმალისტურად ვეცადეთ, რომ მისი მრავალფეროვანი მიმართულება ზუსტად ყოფილიყო წარმოჩენილი. It was so important to be here, to present my collections, my artists to the Georgian audience. And we have, of course, some artists from Georgia, but also from South Korea. And I would like to express all my gratitude for organization, for collectors, customers, art lovers, including Ათინათი, of course, and others foundation in Georgia. ფონდი ქართველი TAF 2026-ზე წარმოდგენილია
კვლევის პროექტით, რომელიც იკვლევს სამრეწველო გრაფიკას 50-იანებიდან 90-იან წლებამდე. იყო ხატრები, რომლებიც მუშაობდნენ კვების სამრეწველობის სამინისტროში და ასევე სამტრესტისთვის. მის შესახებ არაფერი არ არის დაწერილი, არ არის გამოქვეყნებული და ამიტომ გამოვიყენეთ ეს შანსი, რომ მოგვეყოლა ეს ისტორია დისპლეების სიმაღლე, ანუ თქვენ როგორც მკვლევარი ხდებით ამ პროცესის ნაწილი, რომელიც შექმნილია ლადო ლომიტაშვილის მეშვეობით. ჰაივი არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც არიან დამოუკიდებელი არტისტები. შევარჩიეთ 52 მხატვარი. 30 არის ქართველი, დანარჩენი უკვე სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან. მიზანი რომ წარმორჩინდნენ. ანუ შეიძლება თქვა აქ ისეთი მხატვრები არიან, რომელიც გალერეები არ თანამშრომლობენ, ძირითადად ესეთი მხატვრები არიან. შესაბამისად, რადგან სხვაგან ვერ გამოფენენ, ჩვენ ვაძლევთ მათ საშუალებას, რომ ამდენმა ადამიანმა ნახოს და გაიცნონ ეს მხატვრები. ჩემ პირველივე სურვილი იყო ზუსტად ის საჯარო სივრცე შექმნილიყო აქ, რომელიც ერთის მხრივ გაიმეორებდა დარბაზული ტიპის და ქართული ტრადიციული კერის გარშემო შეკრების ტრადიციას, როგორც შექმნიდა ამ სივრცეს იმ თანამედროვე პრობლემებზე სასაუბროდ, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანაც, ჩვენი საზოგადოებაც და აგრეთვე მთელი სამყაროც დგას. მთავარი მიზანი ამ ინსტალაციის არის სწორედ მისი გახსნილობა და საჯაროობა და ჩემი დიდი სურვილი იყო სწორედ სხვადასხვა ხელოვანის, სხვადასხვა დიზაინერის ნამუშევრებიც ყოფილიყო ამ დიდი ინსტალაციის ნაწილი. ისე მოხდა, რომ ლევანმა გამიზიარა ეს იდეა, თვეზე ნაკლები იყო დარჩენილი, სანამდე ტაფი დაიხსნებოდა ოფიციალურად და შესაბამისად ჩვენ გადავწყვიტეთ აი ამ დაჩქარებულ ტემპებში მოგვეხტინა სასწაული, მოგვესწრო და წარუდგალიყავით უკვე ტაფზე, ასევე როგორც ყვარლის თანამედროვე ხელოვნების ფონდი, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ფონდი და არა გალერეა ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად არ მონაწილეობთ ტაფში და ამჯერად მოხდა ჩვენი თავზე წარდგენა, აი ზუსტად აი ამ ძალიან საინტერესო, უნიკალური მე ვიტყოდი ინსტალაციით ლევან მინდიაშვილის დედა ბოძი, რომელიც შემდგომში უკვე გადაინაცვლებს ყვარელში და იქ იქნება უკვე მნახველისთვის ხელმისაწვდომი. ტაფია გაძლევს საშუალებას, რომ ერთ ადგილას ნახო, გაეცნო მრავალ ახალ მხატვარს. მეც როგორც ერთ-ერთი დამთვალიერებელი და მონაწილე, რა თქმა უნდა, ჩემსაც საინტერესო იყო და რა თქმა უნდა, ეს ტაფიც განსხვავებული არ იყო ჩემთვის რამოდენიმე ისეთი ახალგაზრდა მხატვარი, ვინც გავიცანიდა, ვის ნამუშევრებიც გადავწყვიტე, რომ შემეწირო. ეს აუცილებელი ნაწილია მთლიანად საქართველოში და რეგიონში თანამედროვე ხელოვნების განვითარების და ხელშეწყობის თვალსაზრისით. დიდი მნიშვნელობის არის და უფრო მეტ მნიშვნელობას იმედი მაქვს შეიძენს მომავალში. თუ იმჟელებ მხოლოდ ტაფში მონაწილეების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დინამიკა დადებითია, უკვე აი ბოლო ტაფზე იყო რამოდენიმე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან წარმოდგენილი გალერეები. ეს გამოფენა არის კუნსთალე თბილისის და რივოლვენ რაგსის ერთობლივი გამოფენა. გამოფენა ტარდება ევანგელისტურ ბაპტისტურ კათედრალში. ეს არის ეგრეთ წოდებული მშვიდობის კათედრალი, იმიტომ რომ აქ ამ სივრცეში ერთი ჭერქვეშ არის გაერთიანებული ქრისტიანული ეკლესია, არის მეჩეთი და არის სინაგოგა. და წარმოდგენილი არის 5 თანამედროვე ახალგაზრდა ხელოვანი ქალი. რატომ გავაერთიანეთ? იმიტომ რომ თავისთავად ეს ხალიჩები არის მოქსოვილი ესეთი ანონიმური ავტორების მიმართ, სოფელი ლამბალოდან, ვიორმუღამბოს რაიონში არის ეს და მათ ეს საბჭოთა პერიოდში მოქსოვეს რელიგიური ხალიჩები და მათ ეს ხალიჩები მოქსოვეს რაღაც კანონიკის გაუთვალისწინებლად. პრინციპში სადღაც ის გაკეთდა როგორც თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრები. კერამიკის ავტორი არის თამარ გურგენიძე. რაც შეეხება კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევრები არის მარი ბაბაევის და ალესტასი ახვლედინის. ეს არის ავსტრალიაში მცხოვრები ჩინელი ხელოვანი, რომელიც ამჯერად თბილისში არის და ეს ნამუშევრები ამიტომ საქართველოში გააკეთა. თბილისის სხვადასხვა შენობების ანაბეჭდებია აღებული და მე ეს ნამუშევრები ზოგიერთი არის
ანუ ეს მუსიკალური ინსტრუმენტებითაცაა გაკეთებული. 120 years ago, Georgia, well, the Caucasus in general, made some of the best carpets in the world. One of the most important places is a village called Karachop, which in Georgian is called Yormukhanlo. And so with Rewoven, we work with the remaining weavers, we work to try and preserve this craft and to take these carpets, these beautiful artworks by anonymous weavers to international audiences.